ამას მოყვება თორნიკე მიქელაძე საჭარელის მორცმენი. დარბაში ხმაურსაც ეტყობა რომ თორნიკე მიქელაძეს ბევრად მეტი გულშემატკივარი ყავს და აქ საკუთარ კედლებში შეეცდება მით უფრო რომ აჭარის ერთადერთი წარმომადგენელი არის აი ამ დღევანდელ ფინალურ ბლოკში. და გუშინ საერთოდ კინაღამ უფინალისტოდ დარჩა აჭარა. აბა ნახოთ როგორი ბრძოლა გველის წინ. დაიწყო შეხვედრა, რომელიც ყველა მონაცემი და ყველა რაღაც წინასწარი გახდეს საინტერესო უნდა იყოს და დასაწყისი მართლაც როგორც დაიწყეს, ამიმედებს კიდევ უფრო ამართლებს და ამყარებს. ამადგან ახლა უფრო გამოცდილი ძამაშვილია, რომელსაც ევროპა მსოფლიოზე უფროსებში საკმაოდ ბევრი აქვს ნაჭიდავები და არც თუ 10-11 წლით უფროსიც გახლავთ ძამაშვილი. ამდენითაც კი არის ხობა. დიახ. სლამის ერთი თაობა. ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი არის მიქელაძე. წინა წლის ევროპის სამშობლოს პრიზიორი გახლავთ ახალგაზრდებს შორის პირველი წელი აქვს, რაც გადმოვიდა 23 წლამდელებში. თან ის შაშან სხვა ზონაში გამოდიოდა. შაშან გამოდიოდა რიგაში ასპარეზობდა, სადაც იქაც ფინალში ასპარეზა. კი. იური ლომაძესთან წააგო პირადად. მიქელაძეს მომგებიანი ქულა. ჯოგჯენში ვიხილავთ ძამაშვილს. შანსი მიქელაძეს აიღო მოვლება, ძამაშვილი იცავს თავს, მაგრამ ორი ქულა მიქელაძეს. ძალიან კარგად იყენებს ჩოგჯენში თავის შესაძლებლობებს, მაგრამ აქ ძამაშვილმა დახურა, ორი ქულა მიიღო. ანგარიში 5-2 წესით. ტაბლოზე ძამაშვილი ჯერ არ უწევდა. აბა აგვიანებს 3-2 დაწერეს. так ჩელენჯი შემოაგდეს აჭარელმა. ნახოთ რას განსჯიანს, როგორ განსჯიან ამ მომენტს საჯები. საინტერესო შეხვედრა გამოდგა, პირველი 2 წუთი ძალიან დაძაბული იყო. ამ სპორტსმენებს არც ეკადრებოდა უინტერესო და დუნე შეხვედრა. ნახოთ კიდევ ერთხელ ნელი კადრით გამეორებით. ძალიან ესეთი ახლართული სიტუაციაა. ბევრჯერ მოუწევთ შაჯებს დაკვირვება, რათა სწორი ანალიზი გააკეთონ და სწორად შეაფასონ ქულები. აქ არ დააკმაყოფილეს აჭარის ნაკრების წვრთნელთა პროტესტი და შესაბამისად ერთი ქულა დაემატა ძამაშვილს. 3-3 და ეს ანგარიში უკვე ძამაშვილს აძლევს ხელს ბოლო ქულის დამსახურებით. განახდა შეხვედრა 3-3-ზე. პირველი პერიოდის დამთავრებამდე დარჩენილი არის 45 წამი.
თუმცა ეხლა ეს ანგარიში რო არ დარჩება ტაბლოზე დიდხანს, უნდა ილეთიც რო არ გაკეთდეს, აქ წესებიდან გამომდინარე მაინც შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ილეთიც გაკეთდება. არაფერი არ ყოფილა და გააგრძელდა შეხვედრა. არ დავბას გარეთ არ ყოფილა ესეთი არაფერი, უბრალოდ ჩელაპარაკება მოხდა. მეც როგორც შევხედე აქედან ძალიან მალევე ჩაწყლავდნენ. ხმამაღალი ლაპარაკიც კი არ ყოფილა, უბრალოდ აუხსნეს როგორია შეიძლება მიმდინარეობა, როგორია წესები და განაწყენებული მაყურებელიც დამშვიდდა და შეჯიბრის ისე მაინც რატო ხონდათ საჯის გადაწყვეტილებაზე გამოხდეს პროტესტი. დამთავრდა პირველი პერიოდი 3-3 ეს ანგარიში ხელსაწყობს ძამაშვილს. დაიწყო შესვენება და სულ მალე მეორე პერიოდსაც ვიხილავთ. დასტამიანი შესვენების პროცესით მიილია 10 წამში ისევ სპორტსმენები დაუბრუნდებიან ხალიჩას. და ამ შემთხვევაში მეორე პერიოდის მოსაგებად დაბრუნდნენ უკვე იწყება მეორე პერიოდი და მე მოგახსენებთ რომ 72 კილოგრამში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მეორე პერიოდი ძალიან გადამწყვეტია, რადგან ანგარიში არის 3-3, ორივე სპორტის მარტებს არ აქტიურობა. რა თქმა უნდა, ეს ანგარიში არ დამთავრდება შეხვედრა. მიქელაძე თითქოს ახლოს იყო გაეყვანა წრიდან აქტიური ჩანს მიქელაძე ბევრად. ძამაშვილი სულ თავდაცვის რეჟიმში არის. საჯმაც გაიშვირა ხელი ძამაშვილს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ, თორემ მას მოუწევს პოთორჯენში დადგომა და ფულა მიიღებს მიქელაძე. და პლუს ჩოგჯენსაც დიდი ალბათობით. ბატონო. ორიგი ერთი ფულა მიიღო მიქელაძე. და ჩოგჯენში ანიშნა მეტოქის დაყენება. 4-3 თორნიკე მიქელაძეს ასარგებლოთ. და ნახოთ რა მოხდება ჩოგჯენში. შენიშნა მიქელაძეს ნაადრევად დაიწყო არასწორი მისულა. დაიწყო მოკლედ ჩოგჯენი და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რომელი გამოიყენებს ამას თავის სასარგებლოდ. აი მომგებიანი ორი ქულა ძამაშვილის შეტრიალდა შეხვედრის ბედი. იქით არა ძამაშვილი, არა მიქელაძემ უკვე ძამაშვილმა გამოიყენა და 5-4-ით დაწინაურდა. მიქელაძე ახლა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. რა თქმა უნდა, მიქელაძეს მეტი და მეტი აქტიურობა მართებს. ძამაშვილს აქვს 2 ქულიანი და ქულიანი, აქედან გამომდინარე მიქელაძეს ერთი ქულა არაძლევს ხელს. რადგან რათა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი 5-5-ზე ძამაშვილი რჩება უპირატესი. ჯერ დრო საკმარისი არის ილეთის შესასრულებლად. ძალიან დაძაბული ერთი წუთი გველოდება. აი უტევს მიქელაძე. ძამაშვილის დაგროვებული ქულები ორივეჯერ იყო, როდესაც მიქელაძე იყო ზემოდან. და 7 წამი არის დარჩენილი. ახლოს იყო მიქელაძე რომ გაეყვანა ძამაშვილი გარეთ და დამატებოდა ერთი ქულა, მაგრამ ერთი ქულა არ წვითავს ამ შეხვედრის ბედს.
მინიმუმ ორქულიანი თითქოს ჩანაფიქრი კარგი ქონდა, მაგრამ ვერ შეძლო მიქელაძემ და ახორციელება ძალიან რთული ასეთი ჩანაფიქრი, როდესაც ორივე სპორტსმენი ძალიან დაღლილია, როდესაც მიმდინარეობს 6 წუთიანი ძალიან დიდი ბაექრობა. დაღლილია სპორტსმენები და 5 წამი დარჩა. თუმცა მიქელაძე ბოლო წამამდე ძალიან კარგად იყიდა, მთელი შეჯიბრი ძალიან კარგად ჩაატარა მიქელაძემ. მაგრამ 5-4 გამარჯვება დარჩა ძამაშვილს. ხუთქონიაზეთ რას ამბობდით? ძალიან გამოცდილია ძამაშვილი და გარდაკვევის მნიშვნელობა გამოცდილებამ ითამაშა ამ შეხვედრაში. აი გარდამანვა მოიპოვა პირველი ოქრო და აჭარა დარჩა ოქროს გარეშე. და მოულოდნელი შედეგი არის მე მგონი აჭარისთვის. ხვალინდენ ფინალურ ბლოკში 60 კილოგრამში დღევანდელს გულისხმობთ რომ აჭარლები უპირისპირდებიან ფინალში 77 კილოში ლერი აბულაძე აჭარელი არის.